ურთიერთობები ინგრევა არასწორი კომუნიკაციის გამო. სინამდვილეში ადამიანს არ შეუძლია მარტოობა. მოსმენაც კომუნიკაციაა, ხო? ჩვენ თავს არ უსმენთ, ჩვენს სხეულს არ უსმენთ და საერთოდ არც გვცალია მოსასმენად. და როგორ უნდა დაარეგულირონ ეს ყველაფერი? ნომერ პირველი შეცდომა არის ბრალდება. შენ ახლა მიღალატებ. ანუ რასაც აბრალებენ, იმას აკეთებს მერე. აი როდის იკარგება? როცა არ ესმის მეორე მხარეს ეს? არ არსებობს ადამიანი სულ რომ წყალწაღებული იყოს, რომ მას ძალიან ბევრი კარგი თვისება და ღირსება არ ქონდეს. უპირობო მიღება შვილის გარდა შეიძლება ვინმესი? მშობელს ამართლებს სიყვარული და გულწრფელობა. და როგორ შეიძლება მას ეჩხუბო იმაზე, რომ მას შეეშალა რაღაც. მას ხო უყვარხარ. ჩვენი ეგო არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ესე ხო და იცით რა, როგორც მე მინდა რომ მომექცენ, ისე უნდა მოგექცეთ წესი. ერთმანეთს გავოფრთხილდეთ და საკუთარ თავს. გულწრფელობა ყოველთვის არ ნიშნავს, რაც თავში აზრად მოგივა ის თქვა. მოგესალმებით სტუმრად ანასთან. ეს არის სივრცე გულახდილი საუბრებისთვის და გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, სადაც ძალიან ბევრ საინტერესო სიუჟეტს შემოგთავაზებთ. დღევანდელი ჩემი პოდკასტის თემაა კომუნიკაციის ფორმები და ურთიერთობის მოგვარების ტექნიკები. დღევანდელი ჩემი სტუმარია ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ქალბატონი მარინა კაჭარავა. გამარჯობა ქალბატონო მარინა, ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და მე სტუმრეთ და პირველ რიგში უდიდესი პატივისცემა მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ. მადლობა დაინტერესებისთვის. ქალბატონო მარინა, ძალიან ხშირად ურთიერთობები ინგრევა არასწორი კომუნიკაციის გამო. სწორი კომუნიკაციის დროს კი ჩვენ ვიწყებთ ერთმანეთის მოსმენას, გაგებას და ურთიერთობების აწყობას. კომუნიკაცია არის ადამიანებს შორის ინფორმაციის გაცვლა, რომელსაც ყოველთვის აქვს რაღაც მიზანი. მაინტერესებს რა არის სწორი კომუნიკაცია და რაზეა დაფუძნებული იგი. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, ამ საინტერესო თემისთვის. ხშირად მიფიქრია მაგაზე, რა უნდა დაერქვას ამას, სწორი და მეც მომწონს ეს სახელი, სწორი, თუმცა სწორი და არასწორი, ზუსტი და არაზუსტი, მაინც მათემატიკური ტერმინებია და ზოგჯერ რომ მეკითხებიან ეს სწორია, ეს მართალია და მე ვპასუხობ, რომ სწორი შეიძლება იყოს 60-ის პასუხი, მაგრამ მაინც მეტნაკლებად კარგი სახელია ჩემი აზრით კომუნიკაციის შემთხვევაში, იმიტომ რომ ადამიანი 4 განზომილებიანი არსება, ბიოფსიქოსოციალური და სულიერი და აი სწორედ სოციალური ნაწილი ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობები. ურთიერთობა იწყება მოსატყოფნის პერიოდში დედასთან და დედას მეშვეობით სამყაროსთან. დაიბადება ადამიანი, ის ურთიერთობს ისევ პირველ რიგში დედასთან და მამასთან და დანარჩენ სამყაროსთან და ამ დღიდან არ წყდება ეს კომუნიკაცია, ეს ურთიერთობა. და ამის გარეშე არ შეუძლია. სინამდვილეში ადამიანს არ შეუძლია მარტოობა. ახლა ჩვენ მარტოსულებიც ვართ, ეგზისტენციალური მარტოობაც არსებობს და ზოგადად მარტო სეირნობა და მარტო ცხოვრება შესანიშნავია, მაგრამ მარტოობა, რასაც ქვია, არის ძალიან უცნაური და არააუთენტური ადამიანისთვის. ის მაშინაც კი, როდესაც არის განდეგილი, მაგალითად, როდესაც სადღაც ტყეში მარტო ცხოვრობს, ან სადმე კლდეებში, მაშინაც კი ურთიერთობს, ან ფიზიკურ სამყაროსთან, ან ხილულთან, ან უხილავთან, ან მცენარეებთან, ან ცხოველებთან და პირველ რიგში ურთიერთობს საკუთარ თავთან, იმიტომ რომ ურთიერთობა იწყება საკუთარ თავთან კონტაქტით, საკუთარი თავის მიღებით და მერე დანარჩენი სამყაროს. შეცნობით პირველ რიგში. შეცნობა, მიღება, კონტაქტი, მოსმენა. აი თქვენ ბრძანეთ, ანა, რომ ერთმანეთს არ უსმენთ, ჩვენ თავს არ უსმენთ, ჩვენ სხეულს არ უსმენთ და საერთოდ არც გვცალია მოსასმენად, იმიტომ რომ რაღაც ამ რბოლაში, რასაც დღეს ცხოვრება ქვია, მე გარბი ხარ, გამორბი ხარ, თითქოს იმის დრო არ გრჩება, რომ გაჩერდე და მოусმინო. ელემენტარულად ვთქვათ, ადამიანს თავი თუ ტკივა, გარბის და წამალს სვამს. არ უსმენს იმ თავს, იქნება რასეუბნება, იქნება რატო ტკივა ის თავი, იქნება ეს შეგუბებული ბრაზია. ან რაღაცა
ამოუთქმელი რომელიმე ემოცია, მაგრამ სამწუხაროდ ამის დრო არ გვაქვს და ჩვენ გვინდა რომ სხვა მოგვისმინოს და სხვას მოусმინოთ. ეს ჩვევა, ეს უნარი არის გამოსამუშავებელი ბავშვობიდან, იმიტომ რომ რეალურად უმეტესად ურჩევნიათ რომ მას უსმენდნენ, ვიდრე თვითონ უსმენდეს, იმიტომ რომ არ არის მარტივი მოსმენა თვითონ. მოსმენის კულტურა, ცალკე კულტურაა, მოსმენაც კომუნიკაცია, ხო? რა თქმა უნდა, არსებობს პასიური და აქტიური მოსმენა და ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ნახეთ, ადამიანის ერთ-ერთი მოთხოვნილება არის აღიარების მოთხოვნილება, როდესაც გხედავენ, როდესაც გისმენენ, როდესაც შენი გისმენენ, ნახე, ყურში ესმით არა, როდესაც ესმით რას ამბობ, როდესაც გულში ატარებს იმ ნათქვამს. და შესაბამისად ის მეგობრობა თუ ცოლ-ქმრის ურთიერთობა თუ დედა-შვილის თუ ნებისმიერი სხვა ურთიერთობა ამის გარეშე ხდება უბრალოდ რაღაც მეზობლური ან რაღაც ესეთი კონტაქტი, სადაც პრაქტიკულად ადამიანები ერთმანეთს ზერელი არ კონტაქტი, იცნობენ. ასე ვთქვათ. და ჩვენ არც უნდა ვიფიქროთ, რომ ხო ზოგს ხო გონია, რომ მოხარშულს ვიცნობ. ნუ ზოგჯერ საკუთარ შვილებზე ამბობენ და არა, საერთოდ არ ვიცნობთ. მოხარშულს კი არა, საერთოდ არ შვილებსაც ვიცნობთ არ ჩვენ ვიცნობთ. შვილებს. ნუ ჩვენ თავსაც არ ვიცნობთ. ახლა შვილებს ვიცნობთ იმ ის რა რაკურსითაც დგას ჩვენს წინაშე. იმას ვხედავთ და ის არის ამოსავალი, მაგრამ თხოვშეს ერთხელ იყო ჩემი უფროსი ბიჭია, რომელიც ალბათ იქნებოდა მე-5-6 კლასში ესე და მე ვნახე მისი ნახატი. დიახ. და სახლში სულ ხატავდა რაღაცებს, მაგრამ ეტყობა ის რაღაც აღარ მახსოვს რა აქტივობა იყო სკოლაში. და რო დავხედე ამ ნახატს, ვიკითხე რომ ეს ნამდვილად ლუკამ დახატა თქო და კიო და მე იქ ისეთი რაღაცა მარტოობა, ისეთი სევდა, ისთან რაღაცა ისეთი რამე წავიკითხე, რაც მას საერთოდ არ ეტყობოდა, იმიტომ რომ იყო ძალიან მხიარული, კომუნიკაბელური, აი რაღაცა რო იტყვიან, როდესაც მოხვდებოდა საზოგადოებაში რაღაცა შეეძლო ხუმრობა, საკმაოდ ისეთ და უცბად ესევდა, რომელსაც წვდომა არ გაქვს, აი მშობელი ხარ და მაშინ ისე დამწყდა გული მახსოვს. კითხეთ რამე. მე ვისაუბრეთ ჩვენ ამ თემაზე, ამ სევდაზე და რა თქმა უნდა მისხლტებოდა და ხო თქვა და ვერც არ ქმევდა სახელს. რაღაცნაირი მარტოსულობა იყო. თითქოს ეს მარტოსულობა, რომელიც შეიძლება მაგრამ აღიარა, ხო, რატომაც ქონდა დახატული ეს ნახატი. ხო, რა თქმა უნდა. და შემდგომში ეს ეგზისტენციალური რაღაც საზრისის მარტოობაშიც გადადის, რაღაცა თითქოს მარტოობის საზრისში უფრო სწორედ, რომელიც ჩვენი რაღაცნაირ თანმდევია, იცით? იმიტომ რომ ადამიანი მარტო იბადები, შენს მაგივრად ვერავინ ვერ ისწავლის, ვერავინ ვერ შეჭამს, ვერავინ ვერ გახდება კარგად, ვერც ავად და ვერც გარდაიცვლება. ეს არის ის, რასაც აი ამ ბევრ მნიშვნელოვან საკითხში ხარ აბსოლუტურად მარტო. და მე აღარ ვლაპარაკობ ახლა სიკვდილის მერე თემებზე, მე ვლაპარაკობ აქ, ამ სამყაროში, ამ ხილულ სამყაროში. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი და ყველა ის კონტაქტი, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის და რადგანაც თქვენი უფრო აქცენტი იყო წყვილებზე, როგორც მე გავიგე, ხო? წყვილის ურთიერთობაზე თუ სწორად გავიგე, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი დიახ, ეს მნიშვნელოვანი თემა. მნიშვნელოვანია თუ რატო ხდება, რომ მათ შორის კონტაქტი თითქოს უბსკრული ჩნდება და ეს უბსკრული იზრდება თანდათანობით. ორი ადამიანი სხვადასხვა ორი კულტურის წარმომადგენელია, თუნდაც ერთი უბნელები იყვნენ და თუნდაც ერთი კლასელები იყვნენ და თუნდაც რაღაც ახლობლები იყვნენ, იმიტომ სხვადასხვა ოჯახებში გაიზარდნენ და სხვადასხვა მიმართებები აქვთ მათ. თუნდაც სხვადასხვა ბავშვობა ქონდათ, ხო? ბავშვობაც სხვადასხვა და ჭრილობებიც სხვადასხვა აქვთ. ეს ჩვენ ხომ მოყვება რაღაც ჭრილობები ბავშვობიდან. და ორი ეს ადამიანი ერთმანეთს რო შეხვდება, თითქოს აი იწყება ორთაბრძოლა. და აი ატაკო თითი იმ ჭრილობაში, მერე იმან დაგატაკოს და რატომ ხდება ეს?
თვითდამკვიდრება არის ეს, თვითდამკვიდრება ერთმანეთში რომ რა დაიმკვიდრონ. თქმა უნდა, თვითდამკვიდრება, ორივეს აქვს აღიარების მოთხოვნილება, ორივეს აქვს მოთხოვნილება, რომ ის იდგეს პირველ ადგილზე და მერე ყველა სხვა დანარჩენი ამ სამყაროში და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი თხოვნა-მოთხოვნა გვაქვს ჩვენ სხვების მიმართ. ნეტა ამდენი საკუთარი თავის მიმართ გქონდეს, რამდენსაც სხვებს თხოვთ. და აი როგორ უნდა დაარეგულირონ ეს ყველაფერი? როგორ უნდა დაარეგულირონ? აი ხა თქვენ მე ვიტყვი ჯერ პირველი ტექნიკა ახსენეთ და ერთი არის ძალიან მომწონს მე ეს არ არის. ეს არის 100-100-ზე ქვია ამას. დიახ. ეს 100-100-ზე რას ნიშნავს? როდესაც ერთი მხარე, სულ ერთია რომელი, თავის თავზე 100%-ით იღებს პასუხისმგებლობას და მე და თქვენ შორის, ანა, რამე რომ უსიამოვნება თუ რაც მოხდება, მე ჩემი წილი მექნება 100% იმაში და თქვენ თქვენი. შეიძლება ჩემი 100% თქვენისგან განსხვავდება პირობითად, მაგრამ ანუ ის რაც მე შემიძლია პასუხისმგებლობებს პასუხისმგებლობის გულისხმობთ. აღება ჩემ წილზე მე არ შემიძლია თქვენს მაგივრად ვისაუბრო ერთი, რასაც ხშირად ვაკეთებ და ეს შეცდომა არის, ოდესაც მე ზუსტად ვიცი შენ რა გინდა, შენ მასწავლი რა გინდა ეს ფრაზა მაგალითად. კი. და როგორ შეიძლება ზუსტად იცოდე რა მინდა? აი ხო, ვინც არ უნდა იყო და მე ავიღო ჩემი წილი პასუხისმგებლობა და საზღვარი დავიცვა, არ გადმოვიდე თქვენს წილში და უფრო მეტიც იცით, თუ რამე მოხდა, იმ ბოდიში მოვიხადო, იმ რაც ძალიან გვიჭირს. რაც ძალიან გვიჭირს და აი მაგალითად შეიძლება ვერ ვხვდები რა დავაშავე. ხო, ხო, ეგეც არის, კი. შეიძლება ვერ ვხვდები და რაღაცა წყენა გამოვიწვიე. ის რომ თქვენ გეწყინათ, შეიძლება მე ვიყავი ტრიგერი ამაში, იმიტომ რომ ის რაღაც ბავშვობის შლეიფი მოყვება, რაღაც ტრაუმები, ტკივილები, რაღაცა გამოცდილებები და შეიძლება დაეჯახა ნათქვამი და როგორც ტრიგერი და ამოყარა იქიდან რაღაც მაგრამ ამაში ხომ არ ვარ დამნაშავე ბავშვობის ტრამვები თუ გაწუხებთ. ამიტომ ვიღებ პასუხისმგებლობას 100% და ვამბობ, რომ მე როგორც ჩანს რაღაც შემეშალა, მე როგორც ჩანს რაღაცით გადკინე. შეგიძლია მიხსნა რა მოხდა. ანუ ის კი არა რომ ვთქვათ შენ რაღაც ყველაფერი გწყის და შენ რა ისეთი ხარ და ასეთი ხარ. ერთ-ერთი დიდი შეცდომა, ამ შეცდომებს ჩამოვთვლი მე. ბევრი არ არის, მაგრამ საკმარისია იმის რომ გაფუჭდეს ურთიერთობა. არის იარლიყი. როდესაც ადამიანს მიაწებებ იარლიხს, უყურადღებო ხარ, ზარმაცი ხარ, არაკაცი ხარ და ასე შემდეგ. მატყუარა ხარ, აფერისტი და რასაც შეიძლება ერთმანეთს ეძახდნენ ადამიანები. და ნახეთ, ნომერ პირველი შეცდომა არის ბრალდება. როდესაც რაღაცას გაბრალებენ, ამით პირდაპირ ხელისკვრა ხდება იმ ქცევაზე, რასაც გაბრალებენ. შენ ახლა მიღალატებ, შენ მოწევ, შენ წახვალ დალევ და იქ ამას ის. ჯერ ესე ჯერ არ მიქნია, რატომ აბრალებ, ხო? და იქნება არ მიფიქრია. და ამას რომ მეტყვი მე რომ გავალ გარეთ და შემოთავაზება იქნება. მაინც გონიათ და მომეცი ერთი გავსინჯავა, რა არის ეს, მაინც მაგას მაბრალებენ. ან თუ კიდე დაისაჯა ადამიანი ტყუილუბრალთ, აი ხო არის ნათქვამი ჯობიაო 10 დამნაშავე იყოს გარეთ და ერთი ვიდრე პირიქით ერთი უდანაშაულო დაჭერილიო. ზუსტად ეს არის, როცა უდანაშაულოა იმ მომენტში ადამიანი, ხა ესე თუ დაუფიქრდები, ბევრი გვაქვს ჩვენ თავში სალაპარაკო და საფიქრალი, მაგრამ ამ შემთხვევაში იმ დანაშაულის წინაპირობა ხდება სწორედ. ანუ რასაც აბრალებენ, იმას აკეთებს მერე. ვაი შენ აიღე ეს ფული აქიდო, შენ მოიპარე და თუ მაინც ესე გონიათ, რომ დამჭირდება, მაშინ რაღა გამაკავებს და დამაკავებს. ამის გამო ხომ მომჩეჩეს მე, რომ ჯერ არ გამიკეთებია და მარტივად შეიძლება გაეხსნას ხელები ამ ქცევაზე. ნებისმიერი ბრალდება გადამოწმების გარეშე და კითხვის გარეშე და აი ვთქვათ, ჩაკითხვის გარეშე არის ძალიან სახიფათო.
მე ვგულისხმობ, რომ ამ ურთიერთობაში მე თქვენ მიყვარხართ, ხო? ხო არ არის ლაპარაკი ის ქუჩაში გამვლელთან ურთიერთობაზე, რომელთანაც კონფლიქტი არც ახსენდება ადამიანს ცხოვრებაში. აქ არის ლაპარაკი საყვარელ ადამიანებს შორის კონფლიქტი. და გამოდის, რომ საერთოდ არ ხდება გათვალისწინება ერთმანეთის. ბრალდებას გამოიხატება ორი სიტყვით, დასაწყისით. მაგალითად, მე თუ ვიწყებ ესე საუბარს, რატომ? და მეორე არის შენ შეტყობინება ქვია კომუნიკაციაში. ანუ, აი მაგალითად, დიახ. რატომ დაიგვიანე, რატომ დალიე, რატომ მომატყუე, რატო, ეს რატომ ჩვენი არაცნობიერი მას იღებს როგორც თავდასხმას და თავდასხმაზე საუკეთესო თავდაცვა არის ისევ თავდასხმა და ადამიანი იწყებს ჩხუბს ამას. იწყებს ჩხუბს, გადმოდის რატო და იმიტომ შენი საქმე არ არის, თავი დამანებე. მეორე არის შენ. შენ და თითქოს აგინებ მერე. მერე ნახეთ ფრაზას გავაწყობ ახლა შენ ყოველთვის იტყუები და ხარ მატყუარ. რა გავაკეთე მე ეს იგი? შენით დავიწყე, ვიხმარე ყოველთვის, მერე იტყუები და მერე მათ დასკვნა გავაკეთე. მაშინ მე აღარანაირი სივრცე აღარ მრჩება და შანსი აღარ მრჩება იმისთვის, რომ არ ვიყო მატყუარი. და აი რეალურად თქვენ ბრალდებები ახსენეთ, მაგრამ ბრალდებები უსაფუძვლოდ ბრალდებები დააშავა ვთქვათ მეორე ადამიანმა. აი მაგ დროს ხო ნამდვილად დააშავა და ხო ნამდვილად შენ. აი ამ დროს როგორ უნდა მოვიქცეთ და როგორი კომუნიკაცია უნდა აუცილებლად დავამყაროთ? ვიტყვი მაგას, იმიტომ რომ დიახ. რა არ შეიძლება ის ადვილი სათქმელია, მაგრამ იმის მაგივრად როცა გინდა რომ თქვა, რა თქმა უნდა რაღაცა უნდა თქვა. ბოდიშვიხდი ჯერ ამას დავამთავრებ. დიახ. ყოველთვის არასოდეს იარლიყი რატომ შენ ბრალდება. უკვე შეიკრა მთელი ნახეთ საქმე შეიკერა უკვე. იქ არ ვიცით ახლა სინამდვილე რა არის, მაგრამ მე ხომ მგონია რომ ესეა. დააშავაც ძალიან პირობითია, იცით? არაჩვეულებრივი ფილმია ფრანგული და მე ყველა ჩემს სტუდენტს ურჩევ ხოლმე ნახოს. მე არ ვიცი ქართული სრული თარგმანი, მაგრამ ალბათ იქნება ასე, რომ ასეთია ცოლქმრული ცხოვრება. ეს ფილმი მე წინა საუკუნის რომელიღაც წლებში მაქვს ნანახი, გვახარიას შემოქონდა გოგის ფილმები, მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო და ხშირად იყო ხოლმე ამ ფილმებზე საუბრები და ეს იყო ორსერიანი ფილმი, არის ორსერიანი ფილმი, სადაც პირველ სერიაში ყვება ცოლი და მეორე სერიაში ყვება ქმარი და ვერც კი მიხვდებით, რომ ერთმანეთს უყვებიან. იმდენად ორი განსხვავებული ფილმია, რომ ეს უნდა ნახო ადამიანმა, რომ გაიგო რა არის პერსპექტივა, საიდანაც უყურებ მოვლენას, აბსოლუტურად განსხვავებულად ხედავ. და შესაბამისად იმ კითხვაზე რომელია მართალი, ორივე მართალია, რა თქმა უნდა. ამიტომ დააშავა ძალიან პირობითი ნათქვამია. იმდანა თუ დააშავა, რაღაც წინაპირობა ქონდა იმ დაშავებას, ხო? და მე ვინ დამნიშნა პროკურორად? რატო დავინიშნე თავი პროკურორად? რატო ვარ ესეთი განმსჯელი ამ სამყაროსი, რომ აი შენი ბრა, შენ, რატო? და არ უნდა მივცე ამის უფლება ჩემ თავს. ჯერთი იქნებ ვცდები, კითხვის ნიშანი ხო უნდა დავსვა. იმიტომ რომ მე ჩემ ასაკში იმას მივხვდი, რომ რასაც ვხედავ ეს ის არ არის, რაც მგონია, რაც მესმის არც ეგ არის, რაც მესმის. შეიძლება საერთოდ სხვა რამე იყოს, მიღმა, კადრს მიღმა. რომელთანაც ჩვენ წვდომა არ გვაქვს და ჩვენ სასწრაფოდ დასკვნებს ვაკეთებთ. და ვაზიანებთ იმ ჩვენ საყვარელ ადამიანს, თორემ ერთმანეთს რომ ხა იგივე სოციალურ ქსელში ლანძღვეგინება, ეს ცალკე ამოფრქვევაა იმ ნეგატივის, რაც ადამიანებს აქვს დაგროვილი და ამის საშუალება მიეცათ სრულიად უპასუხისმგებლოდ, იმიტომ რომ მე იქ პასუხს არავინ არ მთხოვს, ამიტომ შემიძლია ვილანძღო და ვიგინო და ახლა და რა მერე არაფერი. ანუ მთელი რაც მქონდა ნეგატიური გამოვიტანე. აქ ლაპარაკია საყვარელ ადამიანზე, ხო? ახლა თქვენ მკითხეთ, მაშინ როგორ მოვიქცეთ? არსებობს ესეთი ქართული ენა არის, აი საერთოდ ნებისმიერი ენა, მოდი ესე ვიტყვი, არის სასწაული თავისთავად. ბავშვი, რომელიც 2 წლის წლინახევრიდან სწავლობს ენას, ჩვენ ვეხებით პირდაპირ სასწაულს. ის გრამატიზმი, ის გაწყობილი წინადადებები, ის ზმნები
რა ზმნასაც ხმარობს ადამიანი, ისე ცხოვრობს, რომელ დროშიც ხმარობს, ისე ცხოვრობს და ნახეთ, აი ძალიან ჩვენს არაცნობიერს ეს სიტყვა ესმის განსხვავებულად. თვითონ რატომ ცუდი კითხვა კი არ არის? რატომ არის კვლევის, რატომ ამოდის მზე, მაგალითად, რატომ არის 2x2 4, მაგრამ როდესაც ინტერპერსონალურ სივრცეში მე თქვენ გეკითხებით, რატომ და ამაში მაქვს ბრალდებითი ტონი, მე არ მაინტერესებს თქვენი პასუხი. არ გაწყვეტინებთ და გლანძღავთ და კიდე ბრალს გდებთ. რატომ არ არის ამ შემთხვევაში კვლევა? აი, როგორ მოვიქცეთ ახლა და საინტერესო. ძალიან საინტერესო. არსებობს ესეთი კითხვა რისთვის? და იმდენად იცვლება რისთვის და როგორ. ნახეთ, აქეთ იყო რატომ და აქეთ არის როგორ და რისთვის. აი, როგორ მოხდა, რომ ჩვენი ურთიერთობა აქამდე მივიდა? როგორ მოხდა, რომ ესე მოიქეცი? გიჭირდა რამე, რაღაც იყო იქ ისეთი, ან იქნებ მე ვცდები, მე ესე დავინახე, რომ თითქოს შენ ეს გააკეთე. იმიტომ რომ იცით რა, რატო ვარ დარწმუნებული? მოусმინო ჯერ იქნებდა რა წინაპირობა ქონდა, იქნება საერთოდ სხვა რამე გააკეთა და მე რახან დავინახე და გავიგე. ხო, ვაძლევ ჩემ თავს ხშირად ამის ჩვენი ეგო უფლებას. არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ესე ხო და იცით რა, ვისაუბროთ. როგორც მე მინდა რომ მომექცენ, ისე უნდა მოგექცეთ წესით, ხო? იმიტომ რომ მე ხო არ მინდა რომ ვინმე მთმებით მომჩეჩოს და თავი მარტყმევინოს რაღაცაზე. თუნდაც რომ დამეშავებინა, მაშინაც არ მინდა და თუ არ დამეშავებია, მაშინ ხო მით უმეტეს, ხო? და როგორ მოხდა რომ ორიანი მიიღე, არის კვლევა. და რატომ მიიღე ორიანი არის ბრალდება. თვითონ ჩვენს არაცნობიერსაც ესე ესმის. ნახეთ, როგორ მოხდა, ეს არის ფორმა, რომ მე შენ კი არ გეჩხუბები და ბრალს კი არ გდებ, მოდი გავარკვიოთ ეს, თქვათ, რა იყო ამის მიზეზი. და იგივე, რატომ იქცევი ასე, ამაზე პასუხი ადამიანს არ აქვს. და აი მე რო გკითხო, რისთვის იქცევი ასე, რა მიზანი გაქვს, რა გინდა რომ მიიღო ამ ქცევით. შეიძლება ადამიანი დაფიქრდეს და გავიდეს იმ მიზანზე, რაც არის მისი მიზანი. აი ავიღოთ მაგალითად წყვილის ურთიერთობაში და ერთმა მიწერა მეორეს ლანძღვა გინების წერილი. აპირებს რომ მიწეროს. მე მქონია ეგეთ შემთხვევა, ერთხელ ჩემმა ერთმა პაციენტმა გამომიგზავნა ეს წერილი, რომ დამეკორექტირებინა. და საშინელი ლანძღვა იყო. და დაურეკე მე და ვკითხე, რომ რისთვის წერ მეთქი ამ წერილს. მე იმიტომ რომ გაბრაზებული ვარ. უკაცრავად მევთხარი, ნახე კითხვას მოусმინე მეთქი. მე არ გეკითხები რატომ წერ, მე ვიცი რომ გაბრაზებული ხარ. მე გეკითხები რისთვის წერ ამ წერილს. რა შედეგისთვის? ის დაიბნა, რა ვიცი რისთვის. და ვაგრძელებ, შენ მასთან ერთად დარჩენა გინდა, თუ მასთან განშორება გინდა? რა თქმა უნდა, დარჩენა მინდა. აი ხო და თუ დარჩენა გინდა, მაშინ უნდა შეცვალო მეთქი ტონიც, სიტყვებით, ზმნებით. და რო გაბრაზებული ვარ, ხო და მევთხარი, მოდი ისე თქვი, რომ შეურაცხყოფა არ მიაყენო და შენი ბრაზი გამოხატე. ეს არის ასერტიული ქცევა. მე რო თქვენზე გავბრაზდი, მე ეს არ მაძლევს იმის უფლებას, რომ თქვენ შეურაცხყოფა მოგაყენოთ. ვინც არ უნდა იყოთ. მე ვიწყებ შვილებიდან, ყველაზე ძვირფასი ადამიანებიდან, ხო? ხანდახან მიფიქრე, რომ ყველაზე მეც მათთან ურთიერთობაში ვფიქრობ ხოლმე, როცა ვბრაზდები, როგორ დავაწყო წინადადება, რომ არ დავაზიანო ჩემი თავი, ჩემი შვილი და ჩვენი ურთიერთობა. და ასევე ნებისმიერი სხვა ადამიანიც, ვისთანაც მაქვს კონტაქტი, ხო? რა თქმა უნდა, ძალიან ბევრჯერ უამრავი შეცდომა, უამრავი გადაცდომა, მაგრამ და იგივე შეიძლება ზედმეტიც უთხრა, მაგრამ მე უნდა კონდეს იმისი, რა ვიცი, ძალა, რომ მიხვიდე და ბოდიში მოუხადო იმ ადამიანს, რომ ეს ზედმეტი მომივიდა, მე მაპატიე ამ ნაწილში, თუ აი პასუხისგებლობა ავიღო იმაში, რაშიც შემეშალა. ასე რომ ეს მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ერთი სიტყვით იცვლება ყველაფერი. და იგივე ნახეთ, შეფასება და იარლიყი არის შეცდომა. იმიტომ რომ სივრცე არჩება ადამიანის გამოსწორებისთვის, მაგრამ ქცევის შეფასების დროს ძალიან დიდი სივრცე აქვს ადამიანს გამოასწოროს ეს ქცევა თუ არა. ანუ რომ ჩემი აზრით ეს ტყუილია და მე ასე დავინახე, რომ ეს ტყუილია.
არის სხვა ნათქვამი და მატყუ არა ხარ და რაღაც აფერისტი ხარ და სანდო არა ხარ და შეფასებითი არა კაცი ხარ კომუნიკაცია. თუ არა ქალი ხარ თუ ასე შემდეგ ეს არის ძალიან წამოსროლილი სახიფათო სიტყვები. შეფასებები რომელიც ჩვენ ურთიერთობას აზიანებს და კიდევ ვიმეორებ მე რას ვიღებ ამ ჩემი ბრაზის შედეგად და ჩემი თქვენდამი შეურაცხყოფის შედეგად ვიღებ და დაშორებას და განშორებას ვიღებ წყენას, ბრას, ტკივილს, გაუგებრობას, ჩემი არ ესმის. აი რაღაც შენი და გვაგრძელებ ახლა რა არ შეიძლება, რადგან კომუნიკაციაზე დიახ. ვსაუბრობ. და თქვენ შეიძლება მითხრათ, აბა რა ვქნა? ნუ მაშინ რა შეიძლება ვქნათ? მოდი ამაზეც ვისაუბროთ. შენიშვნები, კრიტიკა, გაუთავებელი რჩევები. აი და თან შენიშვნებსაც ნახეთ როგორ არის, რომ სკოლაში რა ნიშანი ქონდა, ხა მათემ ფიზიკაში რა არის, რასაკეთე, ან რაღაც ქიმიაში, ან თქვათ შენ ორი წიგნი გააქვს წაკითხული, ეს რა თქვი? ან თან დამცირება, თან შენიშვნა, თან რაღაცა თითქოს აი ადამიანს თითქოს მე მეტი ვარ ახლა და მე უფრო ვიცი რაღაცა ფიზიკა ან ქიმია ან რა ვიცი რაღაცა გაუთავებელი რჩევები იცი რა მე შენ ადგილას და შენი რო ვიყო შენთვის ვამბობ თორემ მე რა ეს არის ძალიან ცუდი ნათქვამები და ტყუილია იმიტომ რომ მე შენ ადგილას ვერ ვიქნები არც ვარ ვერც ვიქნები და ნეტა ჩემ ადგილას რას ვიზამ ის ვიცოდე კარგად ან საშუალოდ მაინც მე შენთვის ვამბობ თორემ მე რა ეს ძალიან ცუდი ნათქვამია იმიტომ რომ მე არ მიკითხავ შენთვის აზრი და რატო ვამბობ ჩემთვის თან თუ შენ რა მაშინ თქვი რომ ეს მე ამას ჩემთვის ვამბობ იმიტომ რომ მე მჭირდება ეს იქნება ბევრად უფრო გულწრფელი ხო რაღაცა რომ მე ჩემი სიმშვიდისთვის ჩემთვის ვიდრე რომ აი შენთვის ვამბობ ეს ამას ყველაფერს ჩვენ პატარ-პატარა შეცდომებს როგორც აი ნახეთ კენჭებით სავსე ზურგჩანთასა და დიდი ლოდით სავსე ზურგჩანთას შორის სიმძიმით არ არის განსხვავება უბრალოდ შეიძლება ლოდი გადააგდო და კენჭები ვერ მოიშორო, იმიტომ რომ წვრილმანი გონია და ესე დავათრებთ ამ სიმძიმეს. იმიტომ რომ ამას ხო გაცნობიერება ჭირდება. ნუ აი და ვთქვათ მინდა რომ შენიშვნა მივცე. ნუ დედა ვარ, მაქვს უფლება, აბსოლუტურად მაქვს უფლება, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა დედის არის, მით უმეტეს ვთქვათ სანამ არასრულწლოვანია. არის ესეთი აი სხვათა შორის ხშირად მithქვამს და მიფიქრე ამ თემაზე ბიბლიაში როგორ აძლევს შენიშვნას ღმერთი ადამიანს ჯერ ეკითხება სათხარო მე მიყვარს ეს კითხვა ნახეთ ეს სათხარ არ არის გეოგრაფიული მისამართი სათხარ ეს არის მენტალური სათხარ ახლა სად ვართ ხო და სათხარო რო ეკითხება რომელი ხის უკან დგახარო ხო არ ეკითხება გამოდის და რო ნახავს რომ შემოსილია ეკითხება ხომ არ გიჭამიაო იმ ხის ნაყოფი აი ეს ხომ არ გიჭამია იმ ხის ნაყოფი არის უდიდესი პატივისცემა ადამიანისადმი ღმერთისგან რომელიც შექმნა ეს ადამიანი რომელიც იცის რომ ჭამ ნახეთ და ეს არის ისეთი აი ხომ არ გიჭამია ეს არის სივრცის მოცემა რომ ან ბოდიში მოიხადო ან აღიარო ან რა ვიცი როგორც ადამი მოიქცა ისე ვიქცევით ჩვენ ხშირად რომ შე რო ქალი მომეცი მან შემოცნო ანუ ქალს ვექტორი გაიტანა გარეთ შენი ბრალიაო რო შევჭამეო ხო ეს უთხრა მაგრამ ეს ცალკე თემაა კიდე და ცალკე სტრატეგიაა მაგრამ ის რომ ხომ არ გიჭამია, ხომ არ გიფიქრია, ხომ არ აჯობებს, იქნებ, ეს არის ადამიანის პატივისცემა. ანუ მე განვიხილავ შენ აზრს, შენს გემოვნებას, შენ რა მოგწონს, მაგრამ მე გთავაზობ ჩემსას არა დირექტიულად, რომ გინდა თუ არა ესე იყოს. და რო ვწდებოდე მე და მე რომ მომიბრუნდე და მითხრა, დედა, შენ არ იყავი ამას რომ მეუბნებოდი. ჩვენ ხო დაზღვეულები არ ვართ და იმიტომ კი არა რომ პასუხისმგებლობა
აბის მეშინი არა, იმიტომ რომ თვითონაც აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე. ასაკის შესაბამისი, რა თქმა უნდა, ხო, რომელ ასაკშიც არის. იგივე მეუღლესთან ურთიერთობაში, ხომ არ გიფიქრია, ხომ არ აჯობებს, აი მოჭრილად რომ შენ აზზე არ ახარ და გემოვნება არ აქვს და მე გთავაზობ ჩემს რაღაც ვთქვათ მოდელს, როლ მოდელს რო ეძახიან, ეს არის რაღაცნაირი ზემოდან ქვემოთ კომუნიკაცია. მე ზემოთ ვარ, შენ სადღაც ქვემოთ ხარ და უნდა რატომღაც უნდა დამიჯერო, ოღონდ რატო არ ვიცი. და ეს ძალიან დიდ წინააღმდეგობას იწვევს იმ ადამიანში. თუმცა თუ ხანდახან ეს პრობლემები, აი, როდესაც კომპლექსები აქვთ ადამიანებს, რაღაც გარკვეული კომპლექსები, მაშინაც ეს ზემოდან ქვემოთ ძალიან ხშირად არის ხოლმე. რა თქმა უნდა და კომპლექსი არის დაფარულში შინაარსზე მძაფრი ემოცია. ძალიან ბევრი გვაქვს ეგეთი დაფარული შინაარსი, რომელზეც არის მძაფრი ემოცია და სასურველია რომ ეს გააცნობიეროს ადამიანმა და უბრალოდ მშობელს ამართლებს სიყვარული და გულწრფელობა. ნახეთ, მშობელს რო ეშლება, მშობელს ვერ ბრაზდები საბოლოო ჯამში და რაც უფრო დასრული ხარ, მით უფრო ხვდები რომ მშობელმა როგორც იცოდა რაც შეეძლო და როგორც ისაკეთა, ამიტომ ყველაზე დიდი შეცდომა ის არის ხოლმე, როდესაც ადამიანი უბრუნდება მშობელს და მას აბრალებს და მას ეჩხუბება, მაგრამ ეს მოზარდია. მოზარდს ახასიათებს და უმწიფარობას ახასიათებს მშობელთან ჩხუბი, თორე ასაკთან ერთად ხვდები რომ ამაზე ძვირფასი ადამიანი არავინ არ არის, იმიტომ რომ მასავით დედამიწაზე არავის უყვარხარ. და როგორ შეიძლება მას ეჩხუბო იმაზე რომ მას შეეშალა რაღაც. მას ხო უყვარხარ და ეს სიყვარული ამართლებს და წყვილებში ეს აღარ არის როგორც არგუმენტი. რანაირად გიყვარვა, როცა სულ შეურაცხყოფას მაყენებ. თან ყველა სხვადასხვა ხასიათი აქვს, ეს თეორიულად ეს ძალიან მართებულია და აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ ყველა სხვა არ შეუძლია ესე მოქცევა საწინააღმდეგო. იმ შემთხვევაში ადამიანს. იმიტომაც არის მარტო და იმიტომაც არის გაუგებრობაში და იმიტომაც ხასიათი არაფერს კავშირში არ ვერავისთან არის. ვერ ახერხებს კომუნიკაცია. იცით როგორ არის? აი მე მაქვს ვთქვათ ფეთქებადი ხასიათი, თქვენ გაქვთ ძალიან მშვიდი ხასიათი, თქვენ შეგიძლიათ ბევრად კორექტულად მითხრათ სათქმელი. მე ვერ გეუბნებით ვთქვათ, ხო? აი ხასიათები ხო არის თქვენ ადამიანში. გამართლებთ თქვენი გულწრფელობა. თქვენ რომ აფეთქდებით და გულწრფელად იჩხუბებთ, ხო? მერე რომ მოხვალ და ამიხსნი, ეს არის ძალიან ძვირფასი და მე გავიგებ ამას. გინდათ შვილი იყო, გინდა გავიგებ, იმიტომ რომ ეს იყო აფეთქება, ეს იყო რაღაცა ხასიათის თავისებურება, ნამდვილად სხვადასხვანაირი ხასიათი აქვს ადამიანს, ჯერ 4 ტიპის ტემპერამენტია, ესეც გენეტიკურია, ის ერთიდან მეორეში ვერ გადაიტან. ვთქვათ, ეს იგი ხოლერიკი, სანგვინიკი, ფლეგმატიკი, მელანხოლიკი, სხვადასხვა ტიპები არიან. აი, შეიძლება დაძმები იყვნენ დები და რო არ გვანან ერთმანეთს. რანაირად უნდა ეს მსგავსება საიდან უნდა იყოს, როდესაც დედის და მამის 23 ქრომოსომა ირჩევა იმ წარმოუდგენელი მოცულობიდან, რაც არის ჩვენ შლეიფად, რაც მოყვება ჩვენი წინაპრებიდან, წარმოვიდგინეთ ნიშან-თვისებები, რაღაც შეუძლებელია ზოგჯერ საერთოდ არ გვანან ერთმანეთს. ჩვენ სხვადასხვანაირად ვექცევით, რაღაც იმიტომ რომ პირველ შვილთან პირველად ხარ დედა და მასთან ერთად იზრდები, მეორესთან გონია რომ გამოცდილი დედა ხარ, მესამესთან კიდევ უფრო. რა თქმა უნდა, მაგრამ მშობელი არის უალტერნატივა, საერთოდ რა თქმა და უნდა. მშობლის პატივისცემა არის აი 10 მცნებიდან ყველაზე ერთ-ერთი ძვირფასი მცნება და სხვათა შორის განმარტებული მცნება არის ეგ. პატივი ეციო მამას და დედას შენსასო და მე განმარტება თუ გინდაო რომ დღე გრძელი იყო და კეთილი გეყო შენ. ამიტომ მშობელიც ისე უნდა მოიქცეს რომ შვილის უპატივცემულობა არ მიიღოს, ისე უნდა მოიქცე. და შვილიც ისე უნდა მოიქცეს რომ თუ დღეგრძელობა უნდა და კეთილდღეობა მშობელს პატივისცეს. ეს არის უნივერსალური ურთიერთობა. და ადამიანებშიც ხა დანარჩენი და-ძმა, მეგობრები, პატივისცემა არის უალტერნატივა, იმიტომ რომ მე შენ მიყვარხარ, მაგრამ კედელზე გარტყმევინებ თავს და გახჩობ და რომ გადაკეთება მინდა შენი. ამას ჯობია საერთოდ არ გიყვარდე და რა ვიცი, პატივს ვცემდე უბრალოდ და მითვალისწინებდე.
რა ვიცი ხა ეს სიყვარული რასაზომია ამ შემთხვევაში, როდესაც აღჩოფ ადამიანს და აი ამ წყვილში ძალიან დიდ აგრესიას იწვევს, იცით, იმიტომ რომ ეჭვი ეპარებათ სიყვარულში და ერთი ნაბიჯია მერე ამ სიყვარულიდან, დიდი სიყვარულიდან, ერთი პოლარობიდან დიდ სიძულვილამდე და ბევრს უთქვამს, რომ ამ ადამიანთან რა საერთო მქონდა. და ხო ამ დროს ხო გიყვარდა დაბნელებული ქონდა გონება, შარავანდეთში იყო ეს ადამიანი, რა ვიცი, რაღაც ორნამენტებში. საერთოდ ძალიან შეყვარებული ადამიანი კარგად ვერ აზროვნებს, ხო? იმიტომ რომ ძალიან მძაფრი ემოცია. ცუდად არ ვამბობ, კარგად თქოთ, შეიძლება რაღაცებს საერთოდ ვერ დაინახოს, როგორც ბრჭყვიალა რაღაცაში, რომ ვერ ხედავ იქ ნამდვილ ნაკვთებს და შემდგომში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს ვიღაცა სულ სხვა უცხო ადამიანი, ამას არ იცნობ და ეს არ უყვარს, ეს არ უნდა და მაგრამ თავარი მომენტი არის ის, რომ მიღება არ შეგვიძლია პოზიტიური, უპირობო მიღება. გვინდა რომ ბეჭზე დავტოთ ერთმანეთი. უპირობო მიღება შვილის გარდა შეიძლება ვინმესი? გონია რომ არა. იცით, აი ჩემი ერთადერთი საყვარელი შვილი შეგიძლია რომ უპირობოდ მიიღო. თქვენი აზრი მაინტერესებს. უპირობო მიღება არ ნიშნავს ტაში და ვაშა ყველაფერი. არ ნიშნავს. უპირობო მიღება ნიშნავს ადამიანის პატივისცემას. ქცევის უპირობო მიღება არ არის. მე მაქვს უფლება ეს ქცევა მომწონდეს, არ მომწონდეს, მივიღო და არ მივიღო. და ამის უფლებას მე ვერავინ ვერ ჩამომართვეს. ამისთვის არის მორალი, ამისთვის არის რაღაცა ღირებულებები, ჩემ ღირებულებათა სისტემაში ეს მიუღებელია. მაგრამ თუ ეს თქვენ ღირებულებათა სისტემაში მისაღებია, ნუ ეს თქვენი გასარჩევია და საქმეა, მაგრამ ადამიანის უპირობო მიღებაზე ელაპარაკი და არა ქცევის. და ადამიანის უპირობო მიღება არის მისი პატივისცემა. აი იცით, აი ძალიან კარგი, ჩემთვის ძალიან საყვარელი ავტორია კარლ როჯერსი, რომელსაც ხშირად ვახსენებ, იმიტომ რომ ყველაზე რაღაცნაირად ახლოს ჩემთან ეს ჰუმანისტები, მასლოუ, როჯერსი ვარიან და მან შემოიტანა სამი ფუნდამენტური პოსტულატი, რომელზედაც დგას ზოგადად ურთიერთობები ადამიანის თავის თავთან, ინტერპერსონალური და საზოგადოებასთან. არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერთან. პირველი პოსტულატი არის უპირობო პოზიტიური მიღება. ანუ რას ნიშნავს? არ გაკრიტიკებ, არ გეჩხუბები, ჭკუას არ გარიგებ, არ მინდა გადაგაკეთო, პატივს გცემ. ესე გიღებ. ნახეთ, ეს მიღება რისთვის არის კარგი? იძლევა სივრცეს და საშუალებას, რომ თუ ჩემი მაგალითი იქ, რა ვიცი, როგორიც არის და თუ მე მინდა რომ რაღაცა იქით მეორე მხარეს გადაკეთდეს, თავისთავად ჩამოიღვრება და გადაკეთდება და თავისთავად უჩნდება მას მოთხოვნილება ადამიანს, იმიტომ რომ უსაფრთხოდ გრძნობს თავს, დაცულად, მას არ აკრიტიკებენ, მაგრამ მას უხსნიან. უპირობო მიღება კიდევ იმეორე არ ნიშნავს ტაში ყველაფერს. არა, არავითარ შემთხვევაში. როგორ შეიძლება უპირობოდ მიიღო ბევრი ქცევა და ხა მე არ ჩამოვთვლი ამას. ნუ რაც არის, აქ არის ლაპარაკი ადამიანზე. ეს პოზიტიური მიღება პირველია. მეორე არის ემპათია. ემპათია რა არის? ემპათია არის რამდენადაც შემიძლია და ეს მომწონს ეს რამდენადაც შემიძლია ეს რომ ვუp, იმიტომ რომ ბოლომდე ალბათ არ შემიძლია. და მე 60 გადაცილებული ვარ და თქვენ თქვათ 20 წლის რო ხართ. რამდენადაც შემიძლია იმდენად მესმის თქვენი. აი ეს მე მესმის თქვენი. ეს არის ის, რაც გინდა რომ მოისმინო ადამიანმა. მეორე ადამიანისგან და ის კი არა რომ ყურში მესმის და ყური მოვკარი რა მითხრა. არა. მე მესმის, შევიგრძნობ ამას. და ინგლისელებს აქვს თურმე როგორ გიჭერს ფეხსაცმელი, შენი ფეხსაცმელი ჩავიცვი და რა დისკომფორტი ქონია და მე კიდე ამას ვერ ვხედავდი სანამ ეს არ ვგენი. ეს არის ემპათია, რაც არის მნიშვნელოვანი, ანუ მარტივად რო თქო, თქვენი პერსპექტივით შევხედო სამყაროს, ვეცადო, კიდევ ვიმეორებ, არაფერი არ არის აქ ისეთი ძალიან რთული, რამდენადაც შემიძლია. და მესამე არის გულწრფელობა. აი ეს გულწრფელობა მართლა ყველაზე მთავარია. ეს არის ის, რაც ადამიანს ხდის ძალიან მომხიბვლელს, მასთან ურთიერთობა. ექიმი იქნება თუ ფსიქოთერაპევტი იქნება თუ ლექტორი თუ მასწავლებელი თუ დედა თუ მამა. აი ეს რო და გულწრფელობა ყოველთვის არ ნიშნავს, რაც თავში აზრად მოგივა ის თქვა. ნახეთ?
და ავხსნი რატო არ ნიშნავს. დიახ. გულწრფელობა არის, როდესაც ჩემი ემოცია თავსებადია, ჩემი ყალბათ არ გიცინი, ყალბათ არ ვტირი, ყალბათ არ მიხარია და ძალიან დიდი სხვაობაა კიდე სიმართლის თქმასა და მართლად ყოფნას შორის. იცით, ძოგს გონია, რომ თუ მიახლის ადამიანს სიმართლეს, ეს ძალიან მაგარია. და ისევ ბიბლიიდან მოვიტან მაგალითს. ქამი მართალი იყო, როდესაც ამბობდა მამაო მთვრალია და შიშველია. სიმართლეს ამბობდა ბოდიში. ეს მართალი არ იყო, მაგრამ ის მართალი არ იყო. ეს იმხელა სხვაობა ამას შორის, ეს უნდა შეიგრძნო, რომ კი ბატონო, შეგიძლია რაც გინდა ის თქვა, მაგრამ მართალი არ ხარ ამ დროს და გულწრფელობა კიდევ არის ის, როდესაც საკუთარ ემოციებთან ადამიანი არის თავსებადი. და რა თქმა უნდა, რაც თავში აზრად მოგივა ყველაფრის თქმა, ზოგჯერ შეიძლება რამე სხვა სახელიც დაარქვა ამას და მე ამას ვეფარები, იცით, ეფარება, რომ აი ეგეთი ვარ და რა ვქნა, ამიტანეთ რა, ეხლა მე ეგეთი ვარ. რატო უნდა აგიტანოთ? რა საერთოდ არ ვაპირებ ატანას. აი ესე, როდესაც მე ლაპარაკები, ხო? ეგეთი ვარ და ამიტანეთ და ეს არის გამოწვევა და ეს არის კონფლიქტის წარმოშობის ერთ-ერთი წინაპირობა ხშირად. ძალიან მნიშვნელოვანია მისი მეგობრების და მისი მშობლების ლანძღვა გინებაზე რომ გადადიან. დედა შენი, არა დედა შენი, მამა შენი, იქ შენი ძმა ესეთი, შენი და ეს. იმიტომ რომ მე არც დედა ამირჩევი, არც მამა, არც და არც ძმა. და მას რო აგინებ, აი რა გავაკეთო მე? რატომ თქვა შეიძლება ცდება. თუ ცდება, მეც უნდა ვაღიარო, ხო, ეშლება და რა ვიცი, მაგრამ მე მას ვერ გადავაგდებ ის ჩემი დედა და ჩემი მამა, ხო, და ჩემი და არის, ჩემი ძმა არის. მაგრამ ეს მოცემულობაა, მაგრამ მეგობრების გინებად შენი ეგეთი დაქალები, შენი ისეთი ძმაკაცები არ დავინახო. და მეგობარი კიდე ჩემი არჩევანია და ის მოცემულობა და ეს არჩევანი. ხა არჩევანს რომ იგინებ, გამოდის რომ ისევ პატივს ამცემ. ესე ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსებია, რა თქმა უნდა, რომ მაქვს უფლება არ მომწონდეს და ვთქვა, მაგრამ განსხვავებულად უნდა ვთქვა. და მე თუ შემთხვევით, ვინც არ მომწონს, იმაში კარგს დავინახავ და კარგს გეტყვი. ოღონდ გულწრფელად. არ არსებობს ადამიანი ღირსების გარეშე. არ არსებობს ადამიანი სულ რომ წყალწაღებული იყოს, რომ მას ძალიან ბევრი კარგი თვისება და ღირსება არ გქონდეს. და ის დაინახე რაღაც უცხედა. და იცით, აი მე ნარკომომხმარებლებთან მაქვს ურთიერთობა და ვთქვათ, ესენი დაზიანებული ადამიანები არიან, რომელიც არის დაავადება ჩვეულებრივი, ხო, სამწუხაროდ. და თუ საღნაწილთან გაქვს ურთიერთობა, არიან ბრილიანტები და თუ დაზიანებულ ნაწილთან არიან შენს ზიანდები მათთან ურთიერთობა. და რატომ საღნაწილში რას გულისხმობ? და იმ ადამიანში, რომელიც დაავადების მიღმა არის. მართლა ბრილიანტები ვით არიან ძალიან არაჩვეულებრივები. უბრალოდ ამის საშუალება აღარ აქვთ, იმიტომ რომ ბევრი იარლიყი, ბევრი ნეგატიური, ბევრი ესეთი ისეთი ლანძღვა გინებთ. აიპის ეძახიან მაგას იდენტიფიცირებული პაციენტი, შემარცხვენელი. და ყველა წავიყვანოთ და ამის ბრალია. და ის რომ ამ სისტემაში, რასაც ოჯახი ქვია და ყველა ჩვენი წილია იმაში, რომ ის დღეს ამ გზას დაადგა, ანუ ეს დაავადება შეეყარა. ამის გაცნობიერება ჩვენ არ გვინდა, იმიტომ რომ ყოველთვის მაშინ არის ჩვენი ჩვენ თავს წილი მაგ დროს ქალბატონ მარინა. გაჩნია ვინ ვარ, ხა თუ მეზობელი ვარ, მაშინაც შეიძლება იყოს წილი თუ მე ამყვა, მაგრამ თუ ოჯახში როგორ არის? არის ხო? წილი როგორ არ არის? დედის, მამის, ბების, ბაბუის კონტექსტის ეს არ ნიშნავს დანაშაულს, არა. ეს არ ნიშნავს, რომ აქ ბრალდებითი ის არა მაქვს მე, რომ ვინმეს ბრალია, წილი. იმიტომ რომ რაღაცის ჯერ ეს ერთი აქ მუშაობს გენეტიკა, აქ მუშაობს თქვენ რაც ბრძანეთ ხასიათი, ფსიქოლოგიური მახასიათებლები. აქ მუშაობს გარემო, სკოლა, ქუჩა, ეზო, რა ვიცი, ყველაფერი. იგივე თავის ტვინის ბიოქიმია, დოპამინის ნაკლებობა და ასე შემდეგ. და აქ მუშაობს სულიერი მეოთხე ფაქტორი. სულიერება, რომლის დეფიციტიც შეიმჩნევა დღეს და ერთ-ერთი
ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ეგეც იყოს და შეიძლება 4-ვე შეიძლება სხვადასხვა. შეიძლება პირდაპირ copy paste-ით არის აღებული მამის, ბიძის, ბაბუის ქცევა, არ ვიცი. ძალიან ბევრი მულტიფაქტორალურია და ისე მარტივი ასაგდები ეს თემა. არც ერთი თემა არ არის და მათ შორის არც ერთი არც დაავადება და არც ქცევა. მას სჭირდება მოსმენა, გაანალიზება და თქვათ და იგივე მე მუშაობდი ციხეში დიდხანს საკმაოდ კლდანის ციხეში და ძალიან ბევრი მეგობარი მყავს იქიდან უამრავი ადამიანი ვინც ზუსტად რომ აი არაჩვეულებრივი შინაგანი ბავშვები შინაგანი ადამიანები არიან უბრალოდ ამ იარლიყის აი ამ რაღაცა გზიდან აცდენას რომ ეძახით თუ რაღაც ისინი ხო ჩვეულებრივი ადამიანები არიან გამო აღმოჩნდნენ და იცით რა არის ჩვენ მე არ მგონია რომ გქონდეს უფლება ვიყოთ გამოდგმული მუდმივ შეფასებებში მუდმივ საჯულები ლანძღვაგინება განსაკუთრებით ექსპერტობა გაუთავებელი დაწყებული ფეხბურთიდან დამთავრებული ენდოკრინოლოგია იქნება თუ რა ვიცი ფსიქიატრია თუ რა ვიცი ყველაფრის ექსპერტობა და ყველაფერზე და თან ის კი არა რომ რაღაც საბუთი დადო ან აი ლანძღვაგინები და ლანძღვაგინებას აუცილებლად მინდა ვთქვა გამოვიყენოთ თქვენი ეთერი წყევლას კრულვას გინებას ხო ძალიან დიდი ძალა აქვს მაგრამ არანაკლები ძალა აქვს განზრახვას და ფიქრსაც ამიტომ მე ჩემთვის არის უკეთესი რომ მე თქვენზე კარგი ვიფიქრო კარგი გისურვოთ დადებითად განვეწყო და დადებითი მოვძებნო მე ეს დამიბრუნდება მაშინ და თორე ცუდის მოძებნა ადვილია და ლანძღვა გინება და წყევლა აი ბიოენერგეტიკოსები ამბობენ და მე ფსიქოსომატიკოსები პირდაპირ უბრუნდება ადამიანს და უზიანებს სომატიკას ორგანოებს უზიანებს როგორც შური აზიანებს თუ არ გააცნობიერე როგორც ნები ბრაზი აზიანებს ამოუთქმელი და გაუცნობიერებელი ნებისმიერი ემოცია თქოთ რომელსაც ნეგატიურად შეიძლება ქცევაში გამოვლინდეს და ასევე განზრახვაც და ამიტომ ვიღაც ამბობდა ყველაზე ეგოისტური არის სიკეთის კეთება ამიტომ ყველაზე მეტად შენ თავს მაშინ შველი როცა სიკეთეს აკეთებს და ყველაზე ბედნიერი მაშინ ხო როცა სხვას ეხმარები სხვას რაღაცას უკეთებ და მასზე კარგს ფიქრობ და ერთი მიზეზი მითხარ დატოვნა იფიქროს ადამიანმა ცუდი სხვას რაში მჭირდება არ ვიცი რაში მჭირდება იმიტომ რომ თავი გავიმართლო იმიტომ რომ მე ჩემი რაღაცები გადავფარო არა აი ბაირონს აქვს არაჩვეულებრივი სიტყვები რომ და თვალთა ხედვას მიმართავ შიგნით თვალებს ხუჭავ მხოლოდ იმისთვის რომ თვალთა ხედვა მიმართო შიგნით და ეს არის რომ მე თვალს ხუჭავ რომ ჩემ თავზე ვიფიქრო და იმდენი საქმე მაქვს შიგნით თუ ჩავიხედები და იმდენი რამე მაქვს გასარკვევი რომ წესით არ უნდა მეცალოს ასე ყუნთელი მსოფლიო მსაჯულად რომ გამოვდგე წესით მე ასე მგონია ნუ ყველას თავისი ალბათ პოზიცია აქვს და ყველას თავისი გამართლება აქვს ჩემი მხრიდან ეს არ არის მათი გამტყუნება უბრალოდ ადამიანისთვის ნეგატიურად მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე მის ფსიქიკაზე რაც შეიძლება მეტი ნეგატივის ამოფრქვევა და მაგრამ ის რომ გაანალიზო და სწორი და არასწორი მორალური თვალსაზრისით ის რომ შეაფასო ქცევა ან მოვლენა რა თქმა უნდა აბა ანალიზი სხვა რა არის ანუ ზემოდან დახედო სხვადასხვა პერსპექტივით მაგრამ ის რომ ლანძღვა გინება და განსაკუთრებით ეს წყეულა კრულვა და სამწუხარო ეს რაც საჭესთან ზის ბევრი ადამიანი გინება გახდა ჩვეულებრივი სამწუხაროდ აი რაღაც ისეთი მოსახმარი თითქოს არაფერი და ეს ხო ძალიან აზიანებს ვინც იგინება იმას აზიანებს პირველ რიგში და ველში არის ძალიან ბევრი ნეგატივი იმიტომ რომ სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს უფრო მეტიც საკუთარ თავზეც თავის მიმართაც იცით აი სუ პროგრამებში ვარ და ეს ნეგატიური პროგრამა რატომ უნდა გაუშვა შენ თავში არ გამომივა მე მაინც ბედი არა მაქვს ჩემგან არაფერი გამოვა აი ესეც კი იწვევს
ვიბრაციას ორგანიზმულ დონეზე. ეშინია თითოეულ უჯრედს ამ სიტყვის, ამ ფიქრის და და შეიძლება ისიც ჩვენი ფიქრებით დაავადდეს ჩვენი რა ორგანოები. თქმა უნდა და არა მარტო, მაგრამ არსებობენ ადამიანები რეალისტები, რომლებიც ბრაზობენ ამ პოზიტივზე, იმიტომ რომ არაფერი პოზიტივი ამ სამყაროში არ არის. ესე ხედავს და მე ხშირად მიფიქრია, რომ ფუტკარი და ბუზი სახლში რო დაბრუნდებიან, ბუზი მოყვება, რომ სულ ნაგავია ეს სამყარო და ფუტკარი მოყვება, რომ სულ ყვავილები და მცენა ეს სურნელებაა და რა ვიცი, რასაც ეძებ, იმას აუცილებლად იპოვე. ზოგადად როგორც უყურებ სამყაროს, და ამიტომ ესე ადამიანს ფიქრობ. თუ კარგს ეძებ, იმ კარგს იპოვი, ბუნებრივია და ურთიერთობისთვის შეიძლება არ გიშველოს არაფერმა და მაინც გაფუშდეს ურთიერთობა. მე ვეცადე, მაგრამ არ გამომივიდა. მაგრამ ის რომ მე ვეცადე, ეს მე რაღაცა სიმშვიდეს მომგრის. მე ხომ არ მიკრი, პირდაპირ ხელი არ ვკარი ვინმეს. მე ბევრი ვეცადე. და ვეცადე აი ამ პატივისცემით ნაწილში და კი თქოთ შეგონებაც შეიძლება იყოს, შეიძლება რაღაცა ჩემი აზრის გამოთქმას და ამის ყველაფრის უფლება მე მაქვს. მე ფორმით, ნახეთ, მე ასე ვფიქრობ, მე ასე მგონი, მე ასე ვხედავ, ამას მე ვინ დამიშლის. მაგრამ შენზე როგორც კი გადავდივარ, არის ბრალდება და აი ამ შენ და მე შორის არის მთელი უფსკრული. ამ დროს შეიძლება ერთ და იგივე თქვა. და კიდე ბევრი რამეა, თქო, წამოძახება, რომ მე შენი გულისთვის ღამეები არ მძინები, მე შენი გულისთვის ვართორე ის და ეს შენი გულისთვის იწვევს ძალიან დიდ ბრას, რომ მე არ მithხოვია და ნუ იქნები მერე და საერთოდ რაც გინდა ის და ამაზე მერე ბრაზობს ამის მთქმელი, იმიტომ რომ აი რა დაუნახავები არიან, მადლიერი არ არის და მადლიერება ყველაზე მაგარი გრძნობაა და ემოცია, მაგრამ ძალით არ გამოვა, ხა გინდა თორე მადლობელი იყავი ჩემიო. მე თუ მადლობელი ვარ, ესე ჩემთვის არის კარგი. და მადლიერება არის ის, რაც ადამიანს სიხარულით ავსებს, ბედნიერებით ავსებს. თორე უმადური ადამიანი რაც არ უნდა დააყარო თავზე, ის ხომ ბედნიერი არასდროს არ არის. და სიმშვიდე, მადლიერება, რა ვიცი, რაღაც ისეთი არჩევანის გაკეთება, რომელიც არის თვითეკოლოგიური და ხო არის ნათქვამი, გადაარჩინე შენი თავი და შენს გარშემო ბევრი გადარჩება. მე მგონი სერაფიმ საროვალს რა ქნა თქვა. და ესეც არის ნამდვილად და შენი თავის გადარჩენა არის ძალიან რთული პროცესი. მაგრამ რაც არ უნდა სწორი კომუნიკაცია დავამყაროთ ადამიანებთან, არის შემთხვევები, როცა კარგავთ. აი როდის იკარგება? როცა არ ესმის მეორე მხარეს ეს? შეიძლება როდესაც უკვე გვიანია, იცით? იმდენად აი განსაკუთრებით წყვილში შესაძლებელია მოხდეს რაღაცის მთლიანად გაწყვეტა. სანამ ბრაზობ ემოცია არის, სანამ ჭუბობ ემოცია არის, მაგრამ როდესაც ინტერესი იკარგება მთლიანად და გაქრა ეს ადამიანი, იქ ძალიან რთული, მაშინ თავიდან უნდა მოხდეს ამ ისტორიის დაბრუნება, ახლიდან უნდა შეხვდეთ ერთმანეთს, ახლიდან უნდა შეუყვარდეთ ერთმანეთი და რაღაც ესეთი. შეიძლება რაღაც გაწყდა და ხშირ შემთხვევაში აი ამ კონფლიქტის დროს მესამე თუ გამოჩნდა ხოლმე, გადართვა ხდება ძალიან მარტივად და შეიძლება ეგეც იყოს მიზეზი, მაგრამ ადამიანი, რადგანაც ფსიქიკა პროგრამულ უზრუნველყოფას აკეთებს, იცით? მთელი ის პროგრამები, რომ მშობლებისგან, წინაპრებისგან, ჩვენივე თავისგან, ჩვენ უტვირთავთ ჩვენ თავს, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია ეს settings ეძახიან. როგორ დაასეთინგებ, როგორ დააპროგრამებ შენ თავს, ხო? რა რეჟიმზე გაიყვან ცხოვრებაში და ძალიან ბევრი რამე შეგიძლია, მთების გადადგმა შეგიძლია შენ თავში და ყველაფრის შეცვლა და შესაბამისად მე სხვაც შეიძლება და სხვებით შეიცვალონ შენს მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ პირდაპირ ვცდილობთ სხვები გადავაკეთოთ და ამ დროს რა ვიცი თუ მაინც და მაინც მინდა ვინმე გადავაკეთო, ჯერ ჩემ თავს მივხედო, ალბათ ჯობია, ხო? და ბუნებრივია ეს პროცესი საკმაოდ ისეთია, თან რთულია და თან მარტივია, როდესაც მარტივ წესებს იცავ და ეს წესები ხო
გიცავს დაზიანებისგან, რატო იცავ წესს, რატომ თქვათ შუქნიშანის თუ ნებისმიერ წესს. ბევრი სულელურიც არსებობს, მაგრამ რაც ადამიანმა მოიფიქრა, იმიტომ რომ დაიცვას თავის თავი, ხო? ახლა მასე ფეხბურთი არ არის წესების გარეშე, რაგბი და ბრძოლა წესების გარეშეც კი წესებით არის და ცხოვრება როგორ შეიძლება წესების გარეშე იყოს? და რა არის ეს წესი? ეს წესი არის უნივერსალური. სხვას არ ურსურო, არ გაუკეთო, არ უთხრა. ისაც არ გინდა რომ შენ მოისმინო. მარტივი. ძალიან მარტივია. ქალბატონო მარინა, აი ბოლოს ტრადიციულად, რისი თქმაც გინდათ ჩვენი მსმენელისთვის, შეგიძლიათ უთხრათ ეს ჩვენი გადაცემის ფორმატში რომც არ ჩდებოდეს, ან რამე რჩევა მოგცეთ? მადლობა ანა, ყველაზე ნაკლებად ყველაზე მეტად არ მიყვარს ხოლმე რჩევის მიცემა, იმიტომ რომ რაღაცნაირად არ მაგრამ ერთადერთი შემიძლია ეს თქვა, რომ ალბათ იცხოვრე და ეცადე რომ წესიერად იცხოვრო. ეს ერთი ადამიანმა მიიღო ყველა სიამოვნებაც უნდა მიიღო, უნდა გიხაროდეს, ბევრი უნდა გიხაროდეს, ყველა ემოცია მნიშვნელოვანია. აი ჩვენთან ქრისტიანობაში ხო რაღაცა ბრაზიც, სევდაც, ჩვენი სიმშვიდე, როგორც ქოლგარო წარმოიდგინოთ, ყველა ემოციას მოიცავს. მაცხოვარმა იტირა, ლაზარე მოკვდაო რო უთხრეს. ღმერთია და ტირის, ღმერთკაცია და ტირის. და ხო რო იტირო, ეს ბუნებრივია, გამოხატო ემოციები, რაღაცა არ იყო ყალბი. არა და ერთი აი ჩემთვის უნივერსალურია კიდე პირადად ჩემთვის, დიახ. მაგრამ არასდროს არ გაეჯიბრო არავის. იმიტომ რომ მე მივხვდი რომ შეჯიბრი იწვევს ადამიანის მუდმივ იმედგაცრუებას და იცით რა მე რო თქვენ გაგეჯიბროთ აი ყველა მაჯობებთ მეს ვიცი და ამიტომ არც მინდა თუ გინდა შეჯიბრი გაეჯიბრე შენ თავს რა ვიცი არასდროს არ ეს რაღაცა ნევროტულობა და აი რაღაცა რბოლაში ყოფნა რაღაც მიიღო სიხარული აქ და ახლა ამჟამად და ეს აქ და ახლა არ არის ეს წამი მარტო ეს არის დღევანდელობა და ხშირად ვადარებ ამას მელოდიას რომელიც იწყება წარსულში გრძელდება დღეს მთავრდება მომავალში და დღეს ეს ამ მელოდიაში იცხოვრო იგრძნო ისიამოვნო იგლოვო კიდევაც არც გლოვას არ უნდა გაექცეს ადამიანი იმიტომ რომ გლოვასთან გაქცევა მე ამ დაკონსერვებას და დაავადების სახით შეიძლება მოვიდეს ეს ცალკე საუბრის თემა ახლა ფსიქოსომატიკის ნაწილია მაგრამ რა ვიცი აი ჩვეულებრივად იცხოვრე ეცადე ალბათ უნდა ვეცადოთ რომ რა ვიცი ერთმანეთს გავოფრთხილდეთ და საკუთარ თავს და მე სხვასაც და საკუთარ თავზე რომ გაიაზრებ რა გინდა მე თქვენშიც თქვა მე თუ მიყვარს აი მაგალითად ჩემი როგორც მე მგონი ყველა ადამიანს მეტნაკლებად საკუთარი სამშობლო, საკუთარი რელიგია, საკუთარი ოჯახი, მე ამას თქვენშიც მოვიაზრებ და ვერაფრით ვერ მოგაყენებ შეურაცხყოფას. იმიტომ რომ ამ სიყვარულს შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ და მე თუ ეს არ მიყვარს, მე თუ ჩემთვის ეს არ არსებობს, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა უფრო ადვილია რომ ალბათ რომ ვინმე მიაყენო შეურაცხყოფა ან გალანძღვა რაღაც. მოგეთ ამისგან შორს რაც შეიძლება ბევრი ანალიზი და ნაკლები თქოთ აი გინდა თუ არა ესე აი ყოველთვის კითხვის ნიშნები რჩება ფიქრის დროს რაღაცა კიდევ ერთხელ უნდა დავსვათ კითხვა სულ რამოდენიმე რაღაცაში შეიძლება იყოს ადამიანი დარწმუნებული დანარჩენში სულ კითხვებია უღრმესი მადლობა ქალბატონო მარინა ასეთი საინტერესო საუბრისთვის თქვენ კი ვინც გვისმინეთ და გვიყურეთ, ძალიან დიდი მადლობა. თქვენი ემოციები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი. გემშვიდობებით მომავალ სიუჟეტამდე.